გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ დღეს მე მომიწია კომიტეტის წაყვანა და მე მგონი გვაქვს ქორუმი და შეგვიძლია დავიწყოთ სხდომა. დღის წესრიგი გვაქვს ესეთი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი ეროვნული საარქივო ფონდის და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი დღეს გვეყოლება განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და გთხოვთ ხელისაწევით დამიდასტუროთ დღის წესრიგი. მადლობა. ეხლა მომხსენებელს ვთხოვთ წარმოადგინოთ საკითხი. მოგესალმებით ყველას. პირველი მოსმენით გვინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს კანონში ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ ინიციატივა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1 იანვრიდან იცვლება საკურატორო სამინისტრო, ანუ კონტროლის განმახორციელებელი სამინისტრო. ეს ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. მოგეხსენებათ, რომ ის დღეს ჩათვლით და 1 იანვრამდე გახლავთ ჩვენი სამინისტროს საკურატოროში, ასე ვთქვათ, და გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 1 იანვრიდან გადაინაცვლებს კულტურის სამინისტროს კონტროლს ქვეშ. ამ ნაწილზე გვინდა ხაზგასმით განმარტოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონის ცვლილება ამას არ ეხება, ვიცით, რომ არის გარკვეული ტიპის ვნებებათა ღელვა თანამშრომლებისა. საუბარი არ არის არც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის დაკარგვაზე, არც გაუქმებაზე, არც ბიუჯეტის დაკლებაზე, ანუ მთლიანად თავის დაფინანსებასთან ერთად უბრალოდ იცვლება მაკონტროლებელი ორგანო, რომლის მიხედვითაც კულტურის სამინისტროში გადაინაცვლებს. თქვენ იცით, რომ იქ არის დაცული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, არის უძვირფასესი ხელნაწერები. წლების განმავლობაში სხვათა შორის ძალიან სავალალო მდგომარეობაშია დარწმუნებული ვარ, ყველა ნამყოფი ხარ და იცით იქ ორი ნაწილი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული ჯდება შენახვის ნაწილი, მაგრამ არ შველის ეს ხარჯები, იმიტომ რომ ყოველწლიურ რეჟიმში იზრდება ამ მიმართულებით ხარჯები, ამიტომ ვიფიქრეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება და მთავრობის ინიციირებაა, რომ კულტურის სამინისტროს ნაწილში გადაინაცვლოს. ასევე ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ სამეცნიერო კვლევითი პოტენციალი ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, არ დააკლდება ამ კვლევით ინსტიტუტს, უფრო მეტიც ის ჩვეულებრივ იქნება იგივე სუბიექტი, როგორიც აქამდე იყო, იგივე რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდთან მიმართებაში, მას შეიძლება ისარგებლოს ყველა იმ საგრანტო პროექტით, რომელიც ამ ფონდს გააჩნია. ამის ანალოგები და მაგალითები გვაქვს, იგივე ეროვნული მუზეუმი მაგალითად, იცით, რომ არის ჩვეულებრივი სუბიექტი და გრანტები აქვს მას აღებული ჩვენი სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი რუსთაველის ფონდიდან, ასევე გახლავთ იგივე ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრი, ამიტომ ამ ნაწილში ვფიქრობთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. შესაბამისად, აღნიშნული არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება და გულისხმობს მხოლოდ კანონში ტექნიკურად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩანაცვლებას საქართველოს კულტურის სამინისტროთი. ამიტომ პირველი მოსმენით სწორედ ამ ცვლილებას წარმოგიდგენთ. მადლობა. აბავის კითხვები თუ გაქვთ? პრინციპში მე მცირე შეფასებას გავაკეთებ. კითხვა არ მოქვს, იმიტომ რომ მე როდესაც ბატონმა ზვიადმა აღნიშნული, მოგესალმებით პირველ ყოვლისა ძვირფასო კოლეგებო, როდესაც წარმოადგინა აღნიშნული კანონპროექტი განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, მაშინ ჩვენ გვქონდა კითხვა-პასუხი ფორმატი და გვქონდა საშუალება, რომ დაგვესვეს კითხვები. უბრალოდ ერთ რამეზე მინდა გავაკეთო გარკვეული აქცენტი. კულტურის სამინისტრო არის ჩვენი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მოვლა პატრონობასა და მის პოპულარიზაციის პოლიტიკაზე გარკვეული განსაზღვრელი უწყება. და ბუნებრივია, რომ ამ მემკვიდრეობაში შედის ასევე ჩვენი ხელნაწერები, ჩვენი ეროვნული საუნჯე, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და ერთგვარი სავიზიტო ბარათია ჩვენი ხალხის მთელ მსოფლიოში. ის რომ გარკვეული ვნებათა ღელვა არსებობდა, რომ თითქოს რაღაცა სამეცნიერო კომპონენტი ჩამოშორდებოდა, ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ ჩვეულებრივად სახელმწიფო ფიქრობს და ზრუნავს იმაზე, რომ სამეცნიერო კომპონენტი კი არ ჩამოაცილოს, პირიქით გააუმჯობესოს და მეტი ასე ვთქვათ, სტიმული მისცეს ამ ყველაფერს. მე მინდა მათ გასაგუნად აღვნიშნო, ვინც ახლა გვიყურებს და გარკვეული შეფასება მათთვის მიმინდვია, რომ 2006 წელს როდესაც არსებობდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, თავის დროზე ეს ექვემდებარებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას,
ისევ როგორც ბევრი სხვა ინსტიტუტი, მათ შორის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის ინსტიტუტი და მოხდა ამ ცენტრის ჩამოშორება, ამ ინსტიტუტის ჩამოშორება, შეუცვალეს მას სტატუსი და მოხდა მისი სიპატ დაფუძნება და დაუქვემდებარეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. და სად იყო ეს ხალხი მაშინ, როცა ეხლა ატეხეს ერთი ვაიუშველებელი და ამბობენ, რომ თითქოს სამეცნიერო პოტენციალს მიმართულებას ართმევენ და რაღაც თითქოს ხელნაწერებს რაღაც საფრთხე ემუქრებათ. როცა მეცნიერებათა აკადემიას ჩამოაშორეს ეს ინსტიტუტი და გადააკეთეს ცენტრად და გადაიყვანეს სამინისტროს დაქვემდებარებაში, რატომ მაშინ არ იღებდნენ ხმას? რატომ მაშინ არ იღებდნენ ხმას, როდესაც ჩვენი ამ ეროვნული მეხსიერების მართლა განსაკუთრებული ინსტიტუტი, ისტორიის ინსტიტუტი, ესე გაყიდეს უამრავი, ღვაწლმოსილი ჩვენი საისტორიო მეცნიერების კორიფე გამოყარეს იქიდან, მაპატიეთ ამ სიტყვას ვიყენე, მაგრამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ასე გააკეთეს და დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში, ინსტიტუტის ადგილზე არის ბანკი და არის სასტუმრო, როგორც ვიცით. დაანგრიეს და პრივატიზაცია გააკეთეს ამ შენობის. ეს იყო მავნებლობა. ეს იყო ქართველი ხალხის დიახ და დღემდე ეს ინსტიტუტი არის, ესე იგი, შეხიზნული და შეფარებული დროებით და აი ამ ყველაფრის გამოსწორებაზეა მიმართული ჩვენი პოლიტიკა. და მათი მხრიდან ესეთი რაღაცა ვაიუშველებელი სატეხო არის აბსოლუტურად რაღაცა გაუგებრობა და რა თქმა უნდა ხალხის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ვიმეორებ, ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, ჯერ როცა მათ პირდაპირ შტურმი განახორციელეს საქართველოს მეცნიერება და ეროვნული აკადემიის წინააღმდეგ და ჩვენ სოფლიოში თავი მოქონდა და ეხლაც ასეა. განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, სკოლები, სამეცნიერო სკოლები და დახურეს უამრავი ინსტიტუტი, ჩამოაცილეს და გააუქმეს ზოგი ოპტიმიზაცია გააკეთეს ზოგიერთი მათგანისა და საბოლოო ჯამში მათი ხედვა მიზნად ისახავდა, რომ გაეუქმებინათ ასევე მეცნიერებათა აკადემიაც, მაგრამ ეს ვეღარ მოუწეს მათ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ პოლიტიკური მოუსავლეთის გზას დაადგნენ ესენი და შესაბამისად ვეღარ მოახერხეს ამისი გაკეთება. და ამიტომაც მე მივესალმები ამ ინიციატივას, რომ კულტურის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იქნება ეს ინსტიტუცია, პირიქით ხელი შეეწყობათ ქართველ მეცნიერებს, სამეცნიერო კვლევითი კომპონენტი ჩვეულებრივად გადავა ამ კულტურის სამინისტროს ქოლგის ქვეშ, მათ საშუალება ექნებათ, რომ უამრავი პროექტი განახორციელონ რუსთაველის ფონდის დაფინანსებით და ასევე სახელმწიფოს სხვა პროგრამებითაც, მათ შორის აგერ ეხლა იწყებენ და მინდა მადლობა გადაუხადო განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვატიკანის მიმართულებით, როგორც ვიცი, იწყებენ ახალი კვლევის მიმართულების განხორციელებას. ეს არის უზარმაზარი ხელშეწყობა ჩვენი მეცნიერებისათვის და რაზეა საუბარი. ხო, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. ადამიანები, რომლებიც ქვების გროვად მოიხსენიებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ ჩვენს ეკლესია მონასტრებს, ჩვენი წინაპრების მიერ ნაამაგარ და სისხლით და უფლით აშენებულ ძეგლებს. ეს ადამიანები ჩვენ ახლა ბრალს გვდებენ რაღაცა ხელნაწერების, ქართული ხელნაწერების რაღაცა საფრთხეს ხედავენ ამ ხელნაწერების შენახვის საქმეში. პირიქით იქნება ეს ყველაფერი და აქვე მინდა ერთ ამბავს გაუსვა ხაზი. მე არ მახსენდება საქართველოს უახლეს ისტორიაში მსგავსი ფაქტი, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს დაუბრუნა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი. ეს არის საუკუნის ამბავი. როდესაც საქართველოში დაიდობინა ამ საოცარმა განძმა, ესე ვიტყოდი და ჩვენ ორიენტირებული ვართ ქართული ხელნაწერების დაბრუნებაზე, გადარჩენაზე, მათ მოულაპატრონობაზე და არა აი ამ რეჟიმის და მათ სამსახურში მყოფი ადამიანების მსგავსად ხელნაწერების რაღაცა ესეთ სიტუაციაში ჩაგდება, რასაც ბატონი ზვიადი საუბრობდა, სავალალო მდგომარეობა ამ ეტაპზე და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ქართული ხელნაწერების არსებული მდგომარეობა დღევანდელ საცავებში. ამას ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა და აი ამას ემსახურება ამ ინიციატივის განხორციელება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. თუ ვინმეს გინდათ კიდევ მე პირადად ძალიან ვემხრობი ამ ინიციატივას, იმიტომ რომ მართლა კულტურის სამინისტრო შეძლებს ამ უნიკალური ხელნაწერების მოვლა პატრონობასაც, რესტავრაციასაც, ალბათ ყველაფერს რაც შეიძლება რომ გაკეთდეს. კარგით, ახლა კი ბატონო. აი რა დადებით და პოზიტიურ შედეგებს ელოდებით აი ამ გადაწყვეტილებიდან. იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არის ტექნიკური საკითხი. თქვენ როგორც ხსნით. განმარტებით ბარათშიც როგორც არის მოცემული, უბრალოდ ხდება ტექნიკურად გადაადგილება ერთი სამინისტროდან მეორე სამინისტროში.
აი დადებითი რა ექნება ამას თქვენი აი განმარტება მაინტერესებს, იმიტომ რომ დაფინანსება თუ იგივეა, ხო? დაფინანსება იგივეა, როგორც მივხვდი განმარტების ბარათით გასაგები. გარდა ამისა, მიმდინარეობს პროცესი ახლა ალბათ რეორგანიზაცია ჩატარდება, თუ იგივე საშტატო ერთეულით გადადის იგივე ხალხი, იგივე განათლების კულტურის სამინისტროში, ხო? ხო. და აქედან გამომდინარე, აი რა დადებითი შედეგები შეიძლება კონდეს ამ თქვენს გადაწყვეტილებას. დასრულეთ. მადლობა ძალიან საინტერესო შეკითხვისთვის. პირველი საკითხი რეორგანიზაციას არ ეხება, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე რეორგანიზაციის საკითხი საერთოდ არ განხილულა, საუბარია მხოლოდ საკურატორო სამინისტროს ცვლილებაზე, რა დადებით ეფექტს ველით. დღეს ხელნაწერების მიმართულება არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა საგამოფენო სივრცეებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ აქ საუბარია უნიკალურ ხელნაწერებზე, რომელიც გვინდა რომ გაცილებით უფრო მეტად იყოს წარმოჩენილი როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ამ მიმართულებით არ მუშაობს, თქვენ გესმით რა მიმართულებებიც გვაქვს ძირითადად. შესაბამისად, კულტურის სამინისტრო ვფიქრობთ, რომ საგამოფენო ნაწილსაც გაცილებით უკეთ უზრუნველყოფს ამ ნაწილში, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას გაცილებით უკეთ წარმოაჩენს. რაც შეეხება სამეცნიერო კვლევით მიმართულებას, შეგახსენებთ, რომ გარდა ჩამოთვლილისა, დღეს არსებობს უამრავი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებაც, რომელიც არ არის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს შემადგენლობაში, ის გახლავთ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, ანუ გადანაწილებულია მათ შორის კულტურის სამინისტროს შემადგენლობაში და შეგახსენებთ, რომ იყო პერიოდი, როდესაც კულტურის მიმართულება განათლების სამინისტროს ქუთქვეშ იყო, ასე ვთქვათ, ანუ იმ პერიოდშია ეს ბოლო ნაწილში ფორმირებული და მას შემდეგ რაც გამოეყო, მოხდა იგივე მუზეუმების გადაცემა, მოხდა, ანუ ეტაპობრივი გადაცემა ხდება ამ ნაწილში. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და დაფინანსებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ამ ეტაპისთვის ცვლილება არ არსებობს. დაფინანსებაც იგივე გადადის, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის რა დაფინანსებაც აქამდე ქონდა, თუმცა ეს არ გამორიცხავს დამატებითი ტიპის სივრცეების მოწყობის შემთხვევაში დაფინანსების გაზრდას. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის სწორედ ამ მიმართულებითაც ძალიან საინტერესო გაგრძელებები ექნება ამ საკითხს. რაც შეეხება რეორგანიზაციის საკითხს, გიდასტურებთ, რომ ამ ეტაპზე არანაირი რეორგანიზაცია დაგეგმილი არ არის. რაც შეეხება თვითონ ფაქტს რეორგანიზაციისას, ჩვენ ერთადერთი რაც არ გვესმის არის ის სამინისტროს ცვლილება რა კავშირშია რეორგანიზაციის ფაქტთან, როდესაც დღეს ჩვენ სამინისტროში, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში მიმდინარეობს რამდენიმე თვეა რეორგანიზაციები, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, როგორც სამინისტრო სტრუქტურულ ერთეულებში, ასევე მის შემადგენლობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. პრაქტიკულად არც ერთი სიპი არ არის ამ ეტაპზე დარჩენილი, რომელსაც რეორგანიზაცია არ შეხებია, ამიტომ განათლების სამინისტროში იქნება თეორიულად და საჭიროების შემთხვევაში გამოცხადება რეორგანიზაცია თუ კულტურის სამინისტროს შემადგენლობაში, ამ გადატანასთან გარწმუნებთ, რომ საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. მადლობა. მადლობა ყველას და ახლა ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროთ ამ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოქმნის საქართველოს კანონპროექტს ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. სხდომა დასრულებულია. შეგაწუხებთ მეორე მოსმენისთვის.